დაკავებული კოალიცია ცვლილებისთვის წევრი თამარ ფერაძე კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბრალდებულის უფლებადამცველის ერთ-ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 4 ნოემბრამდე გადადო. პოლიტიკოსის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს დილით დააკავეს, თუმცა სადავ გახდა ის, რომ დაკავების ოკმში არ არის დაკავების ზუსტი დრო მითითებული, რის გამოც ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გაიზიარა. ამასთან პროცესზე ადვოკატმა საქმეში არსებული სამივე ვიდეო მასალის ჩვენება მოითხოვა. ან მიმარტეს რომ მოვედით სასამართლო, მითხრეს რომ გზის გადაკეტვაზე ვარ დაკავებული. თარიღი რომ მითხრეს, მივხვდი რომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებ და იმიტომ რომ მე არ გადავსულარ მაგ დღეებში გზაზე, არა იმიტომ რომ უბრალოდ დაკავების მეშინია, უბრალოდ ჩვენი პარტიის ყველა წევრი ციხეშია მოგეხსენება და მათთვის საჭმელი მქონდა შესაგზაონი და უბრალოდ მაგიტო არ გადავიკეტავს და უთხარი რომ ამას ვერ დამიმტკიცებდნენ. ასევე რაც წარმოადგინეს მტკიცებულება ჩანს ერთი მომენტი, სადღაც ხალხში ჩემი თავის რაღაცა ნაწილი. კი არ გვეშინია გზის გადაკეტვის, მე პირველი გავიქცევი, როცა საჭირო იქნება. უბრალოდ ნამდვილად იყო ის დღეები, ისეთი მომენტი, რომ არ მქონდა მაგის საშუალება, რომ გადავეკეტა გზა. ორი მთავარი დარღვევა იყო, რამაც დღეს განაპირობა კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილება, რომ თამარ ფერაძე გათავისუფლდა და გადაინიშნა პროცესი. ერთი რომ დაკავების დრო არ არის და მეორე ის რომ არანაირი მტკიცებულება არ არის თამარ ფერაძის მიერ ქუჩის გადაკეტვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად მეორე შანსი მიეცა, რომ იქნებ მეორე ჯერზე მაინც დაამტკიცონ ეს გარემოებები. მას ქუჩა არ გადაუკეტავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა მისი დასჯა უნდა, არ ვიცი ზუსტად რის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვს დასაჯონ თამარ ფერაძე.